დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ ქვემო ქართლში, პატარა სოფელ ქვეშიდან. ამ სოფელზე ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ სამწუხაროდ. უბრალოდ ყველაზე ისეთი ცნობა რაც არის, რაც ყველგან არის აღნიშნული, რომ ამ სოფელში 2014 წლის აღწერით 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ამ პატარა სოფელში არის აი ასეთი საოცარი ღირსშესანიშნაობა და ეს არის ქვეშის ციხე, რომელიც სომხურ წიგნში, რომელსაც სომხური გეოგრაფია ჰქვია, არის მოხსენიებული მე-7 საუკუნეში, როგორც ქვეშის ხევის ციხე. შემდეგ მე-12 საუკუნეში ის გადაეცა საჩუქრად ვარდან დადიანს და მის შვილს, თუმცა მათ მალევე დაკარგეს ღალატის გამო. ძალიან საინტერესო ამბავია, ამასაც რა თქმა უნდა მოგიყვებით, მაგრამ ვინც ხართ ნამყოფი ბოლნისის დმანისის გზაზე, ეს ჩანს ძალიან მაგრად და რა ვიცი, ზოგადად ეს მხარე ქვემო ქართლში ვართ ახლა ჩვენ, ქვემო ქართლი ქვეში რაღაცა სიმბოლო დამტომ დავიწყოთ ამ ადგილიდან. ჩვენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საქართველოს კუთხეა, რადგან ზღვაძეგლებია, აუარებელი საინტერესო მონუმენტები გვაქვს აქ ისტორიული, მაგრამ სამწუხაროდ არათუ უცხოელი ტურისტები, თვითონ ქართველებიც კი იშვიათად დადიან მხოლოდ რამოდენიმე ცენტრალურ ძეგლზე ისეთ ექსკურსია, მაგალითად როგორც ბოლნისის სიონი მაგალითად, რომელიც არც თუ ისე შორს არის აქედან. და გვინდა რომ დღევანდელ გადაცემაში გაჩვენოთ მცირე ნაწილი ამ შესანიშნავი მხარის და რა თქმა უნდა ვიწყებთ ამ ძალიან მაგარი ციხით, ქვეშის ციხე, რომელიცაც გვერდს ვერ აუვლით. თან მით უმეტესად მშვენიერი გზა ამოდის, ქვაფენილიანი, მანქანაც შეიძლება ამოვიდეს თითქმის ბოლომდე, ასე რომ ციხე გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე და ძალიან საინტერესო ამბავი თქვი შენ. დადიანი არ მოგესმათ, დიახ, სწორედ ოდიშის მთავრებითი არიან და შემდეგ სამეგრელოს მთავრების დიდებული საგვარეულო, მაგრამ ეს არის მათი კარიერის გარიჟრაჟ დასაწყისი. იმიტომ სტარტაპი, ხო? იმიტომ რომ უკვე გიორგი მესამის დროიდან ისინი უკვე ჩნდებიან საქართველოს სამეფო კარზე, ხან მსახურთუ ხუცესები, მეჯნიერთუ ხუცესები და მანდარტუ ხუცესი ზოგიერთ შემთხვევაში და ეს კონკრეტულად ეს ვარდან დადიანი გახლავთ ძალიან ცნობილი ცოტნე დადიანის სავარაუდო დიდი ბაბუ, ან ბაბუ, აი სამწუხაროდ ან ნათესაური კავშირია. ხო, ნათესაური ხო ეგ არის, ან დიდი ბაბუ ან ბაბუა შეიძლება აქ ცოტა წყვეტა გვაქვს, რამოდენიმე ვერსია, ამიტომ თავდადებით, კიდე ხელაღებით კიცებით ვერ ვაბო, აი ცოტა ძველ სიტყვასაც ჩავთვალ ხო დარწმუნებით. მოკლედ საიდან მოხვდა ეს ციხე დადიანების ხელში, ხო საინტერესოა, ხო? არა და ყველა იცნობს როგორც ბარათაშვილების, ორბელიანების, ნუ ესენი ხარის დიდი თავადები იყვნენ. გიორგი რუსი, ანუ იური ბოგოლუცკი, რომელიც იყო თამარის პირველი ქმარი, პირველ 2 წელიწადს გაგრძელდა მათი ურთიერთობა, ისტორიკოსებს დაურჯერებ ბჭყალებში ურთიერთობა. გიორგის თან ახლდა განძის აღების დროს და ისე გამოუჩენია თავი, რომ მას საჩუქრად თამარისგან მიუღია ეს ტერიტორია, ეს ციხე, ქვეშის ციხე, რომელიც მანამდე არსებობდა მე-7 საუკუნეში, როგორც ირინემ თქვა, არსებობდა, მაგრამ მე უკვე დაკარგა ფუნქცია მე-9 საუკუნეში, როდესაც დმანისი გახდა უკვე დიდი ქალაქი და ცენტრი ამ რეგიონისა. და მაგრამ დიდხანს აქ გაგრძელდა აქ დადიანების მფლობელობა, რადგან რამდენიმე წელიწადში, როდესაც უკვე ვარდანის შვილი, ვარდანის სავარაუდოდ ამ დროს გარდაცვლილია, ვარდანის შვილი უკვე ემხრობა გიორგის, რომელიც გაცილები, როცა თამარი გაცილდა, მას დიდძალი ოქრო გაატანა, მერე ბიზანტიიდან ბრუნდება და აწყობს აჯანყებას თამარის წინააღმდეგ, რომ ის დაჯდეს საქართველოს სამეფო ტახტზე და მას დაუჭერს მხარს ბევრი ფეოდალი, მათ შორის დადიანიც, რომელსაც დასჯიან დამარცხების შემდეგ ჩამოართვენ ამ ციხესიმაგრეს და ის დაბრუნდება უკვე თავის მხარეში, ამ შემთხვევაში ოდიშის სამთავროში. აი ნახეთ, ახლა კი არის ეს თანამედროვე, თუ ამას თანამედროვე შეიძლება უწოდოთ ჭიშკარი, მაგრამ ნახე, აი აქ, აი ეს აქ იყო იდგმებოდა ქვა, დიდი ჭიშკარი, რომელიც კეტავდა მას და ციხეს ხდიდა მიუწნობელს. და სწორედ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ამ ციხეს აქცევდა ყოველთვის საინტერესოდ. სვიმონ მეფე, რომელიც არის ქართლის მეფე, მას 3 წლის წინ, როდესაც იბრძოდა ბოლნისის დმანისის, 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 3 წლის წინ, როდესაც იბრძ
უფრო მეტი დრო სავარაუდოდ გატარებული აქვს ამ ციხეში ვიდრე თბილისში. რადგან ყველამ კარგად იცის, სვიმონ მეფე იყო ძალიან მეომარი მეფე, მას ფაქტიურად სასახლეში არ უცხოვრია. ეს ადგილები იყო უფრო სახელმწიფოდ კონკრეტულად ქვეშის ციხე, რაც მის ხასიათს ნამდვილად შეეფერება. ვინც იცით, სვიმონ მეფე, რომელსაც დელი სვიმონს არ გიჟ სვიმონს ეძახდნენ ოსმალები, იყო საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეომარი მეფე. წეღან დრონის კადრებში დავინახეთ, რომ რაღაც ორმოები ჩანს და სიმართლე რომ გითხრათ, ვარ აქ ნამყოფი, მაგრამ აქეთ მხარეს არ გადმოვსულ ვარ, მხოლოდ ზედა ციხეზე ვარ ნამყოფი და აქამდე არც შემიმჩნევია ეს ადგილები. ალბათ იმიტომ, რომ დრონი არ ვაფრინე მაშინ. აუ, ნახე რა მხელაა თან. ნეტა რა იყო ეს? ვითომ წყალსაცავი რამე? თუ არა. უი, ნახე როგორ არის გაკეთებული, თითქოს ღარები არისო, შეხედე? თითქოს არა, ნამდვილად ღარებია. ღარები, ანუ აქ რო წყალი არ ჩასულიყო, ხო? ამის ასავლელად არის გაკეთებული. თან ნახე ორივე მხრიდან, ხო? აი, იქიდან მოდის ერთი დიდი და მერე იყოფა და მაშინ ესე იგი ეს სანოვაგეს შესანახი იქნებოდა. ნახე რა მხელა, მოდი ამოძვერი. მომეხელი, არ გადავარდე. ნახე რა მხელა. და ხელოვნურად არის შენი აზრით ამოჭრილი? კი, ეს აშკარად ხელოვნურად არის ამოჭრილი. იმიტომ რომ ეს ნახე გადაფარებული იქნებოდა აქედან. ხო. თლიანად ორ ნაწილობრივ მაინც და დარჩენილიყო მშრალად. ეგა მთავარი, აი მაგით აი ეს ღარი შეხედე? ხო, ძალიან კარგად ჩანს. ნახე. იქიდან ერთი, მეორე. და ქვემოთაც არის წამა. აუ, აქ ნახე რა ლამაზად არის ხე ამოსული აქაც პრინციპში. ეს უფრო პატარა ზომის არის. მაგრამ თითქოს მოპირკეთებულია რაღაცით, ხო, ისინი? თუ ქვა არის ეგეთი ვარდისფერი? არა, ეს თვითონ ქვა არის ესეთი. აუ, რამდენი ნაგავიყრია შიგნით ღმერთო. სველი ხო არ არის, გავიდეთ? არა, მეგონი საჩია. მოიცა? არა, გავლადი არის. ცადოთ ჩვენი რა მიდის? ჩვენი რა მიდის და ამ შემთხვევაში ყველაფერი მიდის. მობილური შევინახე კარგად. აი აქ შეიძლება აი იქ არის ცოტა ცუდი გადასასვლელი. მოდი არ ვცადოთ. თუ ვცადოთ. აი მოიცა გავალ უკანაში. თუ ვცადოთ. არ იცი რა არის? ვითამაშოთ. ჩვენ კი გავალთ, მაგრამ. მოიცა ჯეირანი ვითამაშოთ. მაინც. მოიცა ვინ შენ ამბობ ცადოთ თუ შენ ამბობ არ ცადოთ. იცი რა არის, მაინც ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ ერისთვის, რომ ესე გარიბოდიალო ნამეტანი სახეცა, ანუ ვინც არ იცის სიარული კლდეზე რო არ დაიმასკნეს, მაგრამ პრინციპში ნორმალურად გასვლადია. ოღონდ არ ვიცით იქით რა გვხდება. ამიტომ ცადოთ. მე ანუ ცადოთ თუ არ? ანუ შენ ცადოთ, მე არ ვცადოთ. კაი. ჯეირანი. ცადოთ. კაი. ვაი, ჩემო, რატომ მოვიგე? არა, მოჭრება კარგი აქვს ამ. აი მე რა ვშვებით, ეგაა საქმე. მე თოქს გადმოგიწევ ზემოდან და რა ვიცი. არ ვიცი, გადავიდეთ? არა, დაუბრუნდეს. კი არ მეშინია, მაგრამ მაინც სველია. მეშინია, მაგრამ სადღაც მაინც გეშინია. ბიჭო, სველია და იმიტომ რა. ეხა მე მოლაშქრე კაცი. აჰა. გამო. გადავიდეთ, ანუ? კაი, გადავიდეთ ჯანდაბას. კაი, შორს არ გადავადებით. თუ რა აქ ამბავია, იცი, როცა ადგილი არ იცი,
არ უნდა გარისკო ხოლმე რა. ეგ არის ოქროს წესი. მოგეთ გადავედით. აქედან შეიძლება დასვლა. აი კიდევ ერთი. უჯო ეს ნახე რამხელა, მოდი. მოდი შეხედე. ეს რამხელა. შეიძლება ამას სამალავის ფუნქციაც ქონდა. არ ვიცი, ეს ასე. ნახე, აქ ღარი პირიქით ჩადის, შეხედე. ხო, ეს იყო წყლის. და კი. ეს ალბათ წყლის წყლის მოსამარაგებელი ამბავი. ვაიმე დედა. აქედან ავძრე? აუ რა მაგარი ხედია. ციხე თვითონ ისე კარგად არის ჩამჯდარი აი ამ ლანდშაფტში, რომ გეგონებათ, რომ აი ამ კლდის გაგრძელება არისო. და გარდა ამისა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ეს პატარა ეკლესია, რომელიც საკმაოდ ისეთი ვიწრო და მაღალი არის, ანუ პროპორციულად განსხვავებულია სხვა ტაძრებისგან. აგებული არის მე-6-მე-7 საუკუნეში და აქ გამოირჩევა სამი მასალა, რისგანაც შედგება ეს ეკლესია. ეს არის ერთი შირიმი, რიყის ქვა და ბოლოში არის უკვე წითელი აგური. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ თითქმის საძირკველში გვხვდება აი ასეთი სტელები, საოცარი ბარელიეფებით და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩემთვის ლამაზი არის ეკლესიის შესასვლელის თავზე. ნახეთ რა ლამაზი ბოლნური ჯვარია. ნახე რა ლამაზია. ციხე თავისი ინფრასტრუქტურით არის უნიკალური და დიდებული. ყველაფერი რაც ციხეს სჭირდება, მას ყველაფერი აქვს. კონგურები, კოშკები, ზედაქვედა ციხე, სათოფურები, სათოფურები არ უბრალოდ სასროლი, სათოფურები, როცა ეს ციხე აშენდა, რა თქმა უნდა, თოფები მაშინ არ იყო. სვიმონ პირველი, რომელიც უკვე ვახსენე, რომელიც შემდეგ დაატყვევეს ირანელებმა და ალამუთის ციხეში გამოკეტეს, თბილისში გამოგზავნეს მისი გამახმადებული ძმა დაუთ ხანი. დაუთ ხანს დავალებული ჰქონდა, რომ მაქსიმალურად შემოერიგებინა ქართველი ფეოდალები, რომლებიც რა თქმა უნდა სვიმონთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს ამ შემთხვევაში ქართლის დამოუკიდებლობისათვის. მაგრამ დაუთს არაფერი გამოუვიდა, ის თბილისში ვერ გაჩერდა და შემდეგ ისიც აქ მოვიდა და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რადგან მეფე აქ ჩერდებოდა, დაუთ ხანი, რომელიც ფაქტობრივად მეფის ფუნქციას ასრულებს, აქ ჩერდებოდა. აქ იყო ბარათაშვილების სამფლობელო. მე-17-18 საუკუნიდან უკვე ეს ადგილი ხდება ორბელიანების ან ორბელიშვილების სამფლობელო. მანამდე მე-16 საუკუნეში ჯავახიშვილებს გამოუსყიდიათ და სულ ორ თაობას უცხოვრიათ, თუ არ ვცდები. მოკლედ, მნიშვნელობა ჰქონდა უდიდესი. იონ ეკლესიის ქვეშ აი ეს კლდეში ნაკვეთი აი აქ შეხედეთ წყლის მილი გამოდიოდა საკმაოდ ნახე შეხედე რას გავს ეს ხომ გაკეთებული არის რა ვიცი ნახე ლუდი ღვინო საშინელება არ ვიცი რა ხალხო ვინც აქ მოდიხართ ვინც ეს გააკეთო ვინც ამ გადაცემას თუ ნახავთ მართლა არ გწვენიათ სამარცხვინოა ეს ყველაფერი და მით უმეტეს ეს ადგილი
არ არის პოპულარული ტურისტების კუთხე, ვერ დააბრალებს ტურისტებს აქ ამის დანაგვიანებას. აი, ისევ ჩვენ ადგილობრივები ვაკეთებთ ამ ყველაფერს სამწუხაროდ. და ამას ჭირდება მოვლა. და ეს მე მგონი ბოდიში გაწყვეტინებ, მოთხოვეთ წამეს უნდა ვთქვა. ხო, მიდი კაცო, აი. ხო, აი ამ ნაგავთან დაკავშირებით. ლაშქრობისა სადღაც რომ მიდიხართ მთაში, ან ასეთ ადგილებში, ეს ყველაფერი ხო სავსე მოგაქვთ. ანუ ბევრად მძიმე არის, ხო, ვიდრე უკვე გაცარიელებული და დალეული ბოთლების უკან ჩატანა და წაღება, მე მგონი ბევრად მარტივი არის, 10 ჯერ უფრო მარტივი არის, ვიდრე სავსის ამოტანა და მართლა არ მესმის, აი მართლა არ მესმის. მუცელი აქვს სავსე და ეზარებად. სამშობლო სიყვარული მინიმალურად შეიძლება გამოხატოთ სწორედ ამაში, რომ სადაც მივდივართ, ის ადგილი არ დავანაგვიანებთ. აი, ძალიან გამიფუჭდა ხასიათი, აი ამ დიდებულ ციხეზე ვლაპარაკობთ, მოვედით და აი დაგვხვდა ესეთი საშინელება ნაგავი. სირცხვილია და პირველ რიგში, აი არ მიწყენი, მაგრამ ადგილობრივებო თქვენი ბრალია, რადგან თქვენ ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა თქვენ ამოდიხართ და ამას მისახედია სახელმწიფოსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ვისაც ეხება ეს ყველაფერი, რა ვიცი, ხალხო მარტივად დავასუფთავოთ. ჩვენც აუცილებლად როცა გვექნება ამის საშუალება და ამოვალთ და თუ არ დასუფთავოთ, დავასუფთავებთ. ახლა კი აქედან უნდა გავიმშუროთ ერთი ძალიან საინტერესო ადგილისკენ, რომელიც ისევე როგორც ბევრი წინა ადგილი, შემთხვევით რუკაზე აღმოვაჩინე და რუკაზეც კი მხოლოდ ერთადერთი სურათი არის ამ ადგილის და არის ბატონი ნიკო ჯავახიშვილის ახლა ცრემლები მომადგა თვალებზე, ყველასთვის საყვარელი კაცი იყო მართლა და ძალიან სამწუხაროა, რომ აუ დაიჭირე. მოგეთ ბატონი ნიკოს მაგის სულს ვენაცვალე. დატოვებული და უნდა მივიდეთ იმ ადგილზე, რომელიც მან გადაიღო საბერეებს ეძახიან და იმ ადგილს მივაგნებთ იმედია და ჩვენც გავამრავლეთ სურათები, რა და მეტმა ადამიანმა ნახონ. დავკარგეთ ოზმოს მიკროფონი გავორთულ მდგომარეობაში. ეხლა გვაქვს ძებნა 200 კვადრატულ მეტრზე როგორც მინიმუმ და ვიპოვოთ. იმედია ვიპოვით. ან ვერ ვიპოვით. აი ესე თავგადასავლები მოულოდნელი შეხვდა გზაში. ჩვენ რო გვეგონა რომ აი იქ მივდივართ, თურმე იქ არ მივდივართ და მივდივართ აი აქ სადღაც. და მანამ სანამ აქამდე ამოვედით ტყუილად, ალექსანდრეს ქურთუკი შეეწირა ამ ამბავს, ვიზიარებთ. ამიტომ მორალი. არ წახვიდეთ უცნობი გზით, მაინც უცნობზე მივიდოდეთ, მაგრამ იმ უცნობიდან უფრო უცნობი ავირჩიეთ. არ უნდა წახვიდე უცნობი გზით, სტატუსით მოკლე გზა ვიცი. ძალიან მარტივად მოსასვლელი გზა გავირთულეთ. მიკროფონი დავკარგეთ. ბევრი ვეძებეთ, ძალიან დავიჩხაპნეთ. ძალიან დავიჩხაპნეთ. გავიხიეთ ქურთუკები. ჩვენ ნაჩუქარი ქურთუკის გავხიე, მოგეთ, მაგრამ მოვედით ადგილზე, ღირდა. აი ეს არის რომ ადგილი, აი რაღაცნაირად იდუმალებით მოცული ადგილია. ამას მხოლოდ ნიკო თუ იპოვიდა. თან ჩვენი უფროსი მეგობარი ნიკო ჯავახიშვილი, რომელიც გარდაიცვალა დიდი ხანი არ არის გასული და დღეს აღნიშნავთ, ასე ვთქვათ, მის კვალს მოვუყევით. ოღონდ ის რო ყოლოდა ცოცხალი, დაურეკავდით, აბა ნიკო, საიდან მივიდეთ? იმიტომ რომ არც ერთ რუკაზე, არც ერთ ონლაინ, ოფლაინ არ აღინიშნება ბილიკი. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი დავიტანოთ. წამოდი ახლა დავათვალიეროთ. ჩვენ კი დავათვალიერეთ. ახლა თქვენს გაჩვენებთ. აი ძალიან მაგარია, მართლა ემოციები რო აი ფეთქავს. ეს არის ტიპიური საბერე, სენაკი, კლდეში ნაკვეთი. აი მართლა სასწაულია სავარაუდოდ. ეს უნდა იყოს მე-6-დან მაქსიმუმ მე-9 საუკუნის ჩათვლით. აი ამ პერიოდში რა გვაძლევს ამისთვის საფუძველს.
ზოგადად სამონასტრო ცხოვრება და ზოგადად ესეთი გაგება როგორც სამონაზვნო ცხოვრების იწყება დაახლოებით მე-6 საუკუნიდან, როდესაც საქართველოში შემოდიან ასურელი ბერები, იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე, დავით გარეჯელი, იესელ წინწნელი, იოსებ ალავერდელი და სხვები, ყველას არ ჩამოვთვლი და მას შემდეგ უკვე ეს ასე თქვა ცხოვრების წესი ხდება პოპულარული. და ამ დროს მე-6 საუკუნე ეს პერიოდი, როდესაც ქრისტიანობასთან ერთად ძლავრად საქართველოში, კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოში შემოდის მაზდეანობა, მე-5 მე-6 საუკუნეში ძიდი დაწოლა, მით უმეტეს 530-იან წლებში, როდესაც ქართლში მეფობა გაუქმდება და პარალელურად არსებობს ეს ორი რელიგია და ძალიან ბევრი ქრისტიანი ამ დროს გადის ცალკე და ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, განცალკევებით იცხოვროს მონაზვნური ცხოვრებით და მგონია, რომ სავარაუდოდ ამ დროს არის აგებული კი არა და გამოთხრილი ეს გამოქვაბული და სწორედ ამ დროს ალბათ მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეში ცხოვრობდნენ აქ და მართლა შემდგომიც. ალექსანდრე რასაც ამბობს, რომ მე-6 მაქსიმუმ მე-9 საუკუნეებში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო აშენებული არა და გამოთლილი, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი, ადასტურებს კიდევ ის, რომ მსგავსი ბარელიეფი, აი როგორც არის დაუშვათ ეს გადაგრეხილი თოკის ბარელიეფი არის, მხოლოდ მე-6, მე-9 საუკუნეებში გვხვდება, აი წარბის ფორმა აქვს, ანუ ბოლომდე ჩამოსული არ არის. უკვე მხოლოდ მე-9 საუკუნის შემდეგ ვითარდება მსგავსი ბარელიეფი და არის უკვე მთლიანად სარკმელები შემკული, ამით შესასვლელი კარებშიც ატანენ და გვხვდება თითქმის ყველგან სიონშიც, მარძიაშიც, ტაო-კლარჯეთშიც ძალიან ბევრგან გვხვდება. მოკლედ, მხოლოდ მე-9 საუკუნის შემდეგ არის ეს ძალიან გავრცელებული, ოღონდ სხვა ფორმით და არა აი ასეთი კამარასავით შემოკრული. და მართლა საოცარი ადგილი არის და აი კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ნიკოს, რომ აქ მოგვიყვანა, ასე ვთქვათ. აი აქ ნახატებს და ფერებს რაც შეეხება ეს უკვე როგორც ხდება ხოლმე შემდგომ ვიღაცები თავის სახელებს და გვარებს აწყდნენ სამწუხაროდ. როგორი ეკოა? ნახე როგორი ეკოა. იგალობებ და კაცი აქ. უიმედია. ზანზარე. ხმას ხედა? ერთი წამი. ან დაბალ გერას თუ იღებ? არა. ეგ არ იყო მაგალითად. არა. არა. აი. აი. დაბალ ხმაზე. დაბალ ხმაზე როგორ ბუმ, აი დიდი ბასი რო არის ისე მითხავს. აბა კიდევ ერთხელ. ეს და მაქსიმალურად დაბალი გერა ვიღა. ვიბრაცია. ვაიმე. საოცარი ატმოსფეროა, ვიბრაცია. ну, რა თქმა უნდა, ეს თვითონ მისი წრიული ფორმა ამას განაპირობებს, მაგრამ ვისაც სიმღერა აქვთ, რომ ხმოვნად გაშალო, იქნება სასწაული. ვაიმე. ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი აბულმუგის მე-17 საუკუნის სპარსული აბანოა. ის რამდენიმე წლის წინ აქ გადმოიტანეს, რადგან საფრთხე ექმნებოდა მის არსებობას. ძეგლი დაუშლელად გადმოიტანეს და კონსერვაციაც ჩაუტარდა. აბულმუგის დასახლება ვახუშტი ბაგრატიონს ჰქონდა მოხსენიებული აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ის წერდა: დბანის ქვეით არს ჩრდილოთ კერძი ხინწვის ხევი. მას ქვეით დაბა აბულმუგი. აქ ითხრების ლითონი რკინისა, სპილენძისა და ლაჟვარდისა. 1975 წელს აბულმუგის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო და სწორედ მაშინ გამოვლინდა ეს აბანოც. არის შემოსასვლელი, სადაც არის
მოსაცდელი და მოსასვენებელი ადგილი და მეორე უკვე შევდივართ უშუალოდ თვითონ აბანოში შეგვიძლია. სავარაუდოდ, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი არის, აი აქ ქვემოთ ხდებოდა წყლის გაწყობა, ანუ საცეცხლური იყო ქვემოთ და აი ეს ჩანს იქ კედლებზე, რომ არის მოპირკეთებული ავზი, სადაც ცხელდებოდა წყალი და შემდეგ უკვე მოეწოდებოდა აქ. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა მთავარი აბანო, სადაც ხალხი მოდიოდა და ბანაობდა, იმიტომ რომ აქვე არის აი ეს მილი, საიდანაც უნდა გასულიყო აქ მდებარე წყალი. იმედია სწორად ვარაუდობთ, თუ რამე არასწორად თქვით, ველოდებით პროფესიონალებისგან სწორ ინფორმაციას. აბონოლოგებისგან. აბონოლოგებისგან, ალექსანდრემ კარგად აღნიშნა, აბონოლოგებისგან ველოდებით ინფორმაციას. ძალიან საინტერესო ადგილი არის და დმანისისკენ რომ მიდიხართ, გადასახვევი არის აბრაც კარგად ჩანს გზაზევე და სადღაც 100 მეტრიც არ არის მანქანით ამოდიხართ პირდაპირ ჭიშკართან. ჭიშკარიც რომ დაკეტილი არის, ძალიან კარგია, მივესალმებით. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ქვემო ქართლში. თითქმის ყველა გადაცემაში რამე რო არ გამოერიოს რაღაც სპონტანური არ შეიძლება. ამ სოფლის გარშემო აბულმუგის და ბალიჭის გარშემო აი დმანისის გზაზე არის ძალიან ბევრი საინტერესო თაღოვანი ხიდი, სამაროვნები ძველი ანტიკური პერიოდის, უბრალოდ ბრინჯაოს ხანის პერიოდის და ნახეთ რომ უკაზე არის აღნიშნული ბალიჭის მავზოლეუმი. მოვედით აი ამ მავზოლეუმში და ბევრი ინფორმაცია სიმართლე გითხრათ არ გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შესაძლოა, ვისაც გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ ამაში დაგვიწერეთ კომენტარში, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს აქ ბორჩალოს ტომის თურქფარების ჩამოსახლებას, რომლებიც ჩამოსახლდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისში და უკვე მათ ტრადიციაში არის აი ესეთი რაღაც მავზოლეუმის შექმნა, მავზოლეუმის აშენება, თქვათ მუფთისთვის ან შეიძლება რომელიმე რელიგიური პერსონისთვის, რომელიც აი ამ სოფელს ამ მხარეს განაგებდა, რადგან ასეთი ხდება საინგილოში, ან ისტორიულ ჰერეთში ასეთივე რამოდენიმე არსებობს ისტორიულ ქვემო ქართლში, სადაც სახლობდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები. შესაძლოა, მაგრამ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ადგილობრივ რამე სხვას, ამიტომ სამწუხაროდ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს ესეთი საინტერესო შუა საუკუნეების ნაგებობა და ამით გვინდოდა რაღაცები კიდე გვეთქვა, მაგრამ არ გამოდის. მოკლედ ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა თავისი თავგადასავლებით და ამიტომ ახლა ჩვენ გვინდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ესე იგი მე მერგოწილად გამეკეთებინა ასეთი განცხადება, რომ დღეისთვის ჩვენი გადაცემა აქ მთავრდება, თუმცა ამ რეგიონს ჯერჯერობით არ ვრჩებით, შემდეგი გადაცემაც აქვე შორი ახლოს გაგრძელდება ძალიან საინტერესო ადგილებით. სულ რამდენიმე კილომეტრი რადიუსში ვიმოძრავეთ დღეს. ყველა არის საინტერესო და იცით რა არის, აი ზუსტად უკან, მოდი, მოიწიე. აი უკან რასაც ხედავთ, ახლა იქ მიმდინარეობს. ცოტა აქეთ. ალბათ ხო, ანუ უკან ხედავთ, რომ მიმდინარეობს იქ ასე ვთქვათ, ოქროს და სპილენძის ამოღება, ძიება და ჩვენ გადაცემაში აუცილებლად ჩავსვამდით საყდრის, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ გვაქვს. და ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ დღეს დავდივართ გარშემო და აი ამ თემას გვერდს ვერ უვლით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საყდრისთვის ბედს არ გაიზიარებს არც ერთი ბუნების თუ ისტორიული ძეგლი საქართველოში, რადგან უნდა მოუფრთხილდეთ რა. აი ასეთი თუნდაც აი ამას, რასაც რის წინაც ახლა ჩვენ გავართ, ასეთი მიგდებული არ უნდა იყოს. აბა, დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.
გადაცემა ჯეირანი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოში. ისევ ქვემო ქართლში ვართ. ამჯერად მოვინახულებთ ხულუტის საოცარ ციხეს, ფიტარეთის უნიკალურ მონასტერს და სულხან საბას სახლ-მუზეუმს.